ეს მოტოსფეროა მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით პიტსტოპ მოტოში და რა თქმა უნდა ამას აქვს თავისი მიზეზი. გემახსოვრებათ ალბათ ჩვენი წინა ვიდეო, სადაც სხვადასხვა კომპანიებს მოუწოდეთ, რომ გვერდში დადგომოდნენ მოტოსფეროს. რადგან როგორც იცით, ჩვენ მივდივართ მილანში EICMA-ს გამოფენაზე და გვინდოდა რომ უფრო დეტალურად და კარგად გაგვეშუქებინა ეს მოტო ივენთი და სხვადასხვა ბრენდი, რომელიც ამ ივენთში იღებს მონაწილეობას. გვაქვს ორი ძალიან მაგარი სიახლე. ვიდეოს დადებიდან მალევე შეგვეხმიანა რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთი პირველი იყო პიტსტოპ მოტო. რაც შეეხება მეორე სიახლე მოტომოყვარულებს ყველაზე მეტად გვიყვარს, იმიტომ რომ პიტსტოპში 20 და 25%-იანი ფასდაკლება არის და რაც თავარია, საწმენზე, საფოხზე და მსგავს რაღაცეებზე კი არა. ფასდაკლებები არის მოტოციკლეტებზე და მოპედებზე. ასე რომ საჭიროდ ჩავთვალეთ, მოვსულიყავით პიტსტოპში და საკუთარი თვალით გვენახა ეს ნამდვილად რეალობაა თუ არა. წამოდით ახლა შევიდეთ შიგნით და უფრო დეტალურად გავიაროთ ეს ყველაფერი რა მოდელებზეა ფასდაკლება, თვითონ ეს მოდელი რას წარმოადგენს და ვინ არის და საიდან მოდის. წავიდეთ და უფრო დეტალურად, უფრო საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ თვითონ შოურუმიდან. 20 და 25-იო, ბიჭო. ანუ გესმით? გადისო, ხალხო, გადისო. მოკლედ სანამ უშუალო ტექნიკის განხილვაზე გადავალთ, მინდა რომ წარმოიდგინოთ 400 კუბიანი კლასის მოტოციკლეტები. წარმოიდგინეთ? დახატეთ ხო გონებაში. როდესაც მე თვითონ წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და შევადარე სხვა კონკურენტი მოტოციკლეტები ამ მოდელთან, აი ახლა უბრალოდ ცენზურა არ გვაძლევს იმის საშუალებას, თორემ ორი სიტყვით ძალიან მარტივად გეტყოდით სხვაობას რა. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, წარმოგიდგენთ აპრილია ტუონო 457-ს. სანამ უშუალო დეტალებს ჩავღრმავდები, მინდა ერთი-ორი სიტყვით თქვა, რომ ქართულ მოტოლოგებში ხშირად მხდება ხოლმე როგორი განხილვა, იცით? ეს მოდელი გამოიმუშავებს ამდენ ცხენის ძალას და ამხელა ძრავი უყენია და ასე შემდეგ რა და აღარავის აღარ აინტერესებს ეგ. ასე რომ მე გეტყვით უკეთესად რა. აღნიშნული მოდელი აღჭურვილია 457 კუბური სანტიმეტრის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 47 ცხენის ძალას. აპრილიამ თამამად ვიტყვი, რომ ნამდვილად თქვა ამ კატეგორიის მოტოციკლეტებში ახალი სიტყვა. და ახლა უკვე არგუმენტირებულად აგიხსნით რატო. ჯერ პირველი მოდი დავიწყოთ 5-ინჩიანი TFT დისპლეით, ეკრანით, რომელიც მართლა საოცრად გამოიყურება. ასევე ამ მოდელს გააჩნია ride by wire, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზის აი ეს სახელური აქსელერატორი ტროსით აღარ არის, ელექტრონული არის, რაც რა თქმა უნდა, რომ ამ კლასში არის სიახლე. ტუონოს ასევე წინ როგორც ხედავს, აქვს ამოტრიალებული ჩანგალი, რაც მას გზაზე უფრო მოქნილს და კომფორტულს ხდის. არ შემიძლია არ შევეხო ჩარჩოს და აქაც სიახლე აქვს აპრილიას. მსგავსი კატეგორიის მოტოციკლეტები ძირითადად აღჭურვილი არის ხოლმე რკინის ჩარჩოთი. ამ კონკრეტულ მოდელს გააჩნია ალუმინის ჩარჩო, რაც რა თქმა უნდა, რომ ძალიან დიდი პლუსი არის წონის მხრივაც და შესაბამისად რახანს წონა ნაკლები აქვს, უფრო მსუბუქია, უფრო მარტივად სამართავი არის და რა თქმა უნდა, რომ მანევრში ეს ყველაფერი იგრძნობა. მოიწეთ ახლოს და დეტალურად განახებთ აი ამ ლამაზ დისპლეის. აი ესე ლამაზად ჩნდება ეს ყველაფერი, ეს ერთი სიამოვნება არის და მე უკვე თვითონ ფერები, დიზაინი იმდენად ლამაზად არის. აგერ შეგვიძლია გადავიყვანოთ, რავი, ეკრანზე წერია საერთოდ ყველა მონაცემი, ყველა დეტალი ამ მოტოციკლეტზე. თვალს უხარია ჯერ მარტო, რა ის სანამ დაქოქავ გასაღებს რო გადაწევ, უკვე ბედნიერი ხარ. იმდენი რაღაც აქვს ამას რა. სხვათა შორის ამ მოდელს შეგიძლია რომ შენი ტელეფონით დაუკავშირო და აი აქ ამ ყველაფერს ხედავთ რა. სხვა 400 კუბიანი და 500 კუბიანი მოტოციკლების განსხვავებით ეს მოდელი ტექნიკურადაც უფრო დახვეწილი არის რა. ნუ იმას თავი გავნებთ ხა ABS-ი აქვს კი ყველას. თუმცა ამ მოდელს აქვს 3 რეჟიმი, ესენი არის სპორტი, ეკო მოუდი და რეინი მოუდი და ასევე აქვს traction control-იც. რაც სამწუხაროდ სხვაგან არ გვხვდება და ზუსტად ამიტომ ვთქვი ასე თამამად, რომ აპრილიამ თავისი სიტყვა თქვა ამ კლასში. ნუ რა თქმა უნდა, ამას ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება, რომ იტალიელებს ზოგადად ვიზუალში არ უჭირთ. იმიტომ რომ აი როგორი დახვეწილებთ, იცი, იტალიელების შექმნილ ტექნიკაზე აი ესე უნდა ისაუბრო, აი. ეგეთი ვიზუალი აქვს. არ არის დაზოგილი ვიზუალში თანხა და მართლა ნაშრომი და ნაფიქრი არის აბსოლუტურად ყველა დეტალზე.
არც ერთი დეტალი არ არის ზედმეტი, არც გადაჭედილი ვიზუალი აქვს, აი უკვე რო რაღაც ყელში ამოგდის და არც არაფერი არ აკლია. თქვენ თუ არ მეთანხმებით, კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, რომელი ბრენდის ვიზუალი მოგწონთ ამაზე მეტად. ძალიან მომწონს აი ეს LED ფარები, რომელიც აი ესე მინიმალისტურად, თუმცა ელეგანტურად გამოიყურება და არა მარტო წინ, არამედ შეგვიძლია უკან შევხედოთ, რა ლამაზად ანთებს აი ეს LED სტოპიც. საქმე ლაპარაკის ნაცვლად. გავიყვანოთ ახლა ეს მოტოციკლეტი გარეთ და შევამოწოთ უკვე გზაზე რა ბიჭია. აუ რა კაი როჟა. და რა ფიცხიო. ახლა მაქვს ეკომაუძზე. მოდი სპორტივ ცადოთ დაძვრისას. ოპა, წავიდა. აუ რა კაი ტიპია, ბიჭო. ძალიან კაი როჟა. რო გითხართ რომ სპორტს და ეკოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა თქო, რა თქმა უნდა, მოგეტყუებთ, იმიტომ რომ 457 კუბიანია რა, ეხა მაგ ხელა სხვაობას ფიზიკურად ვერ მოგცემს, მაგრამ სხვაობა აქვს, რა თქმა უნდა, მოძრებით. გაგვატარეთ ჯიგრებო, რა ჩვენ უფრო ჩქარები ვართ. იდეალურად გავერთობოდი ამით. იმენა სიჩქარეში გადართვისას ტიპს ჯანი მოაგ, ამით ვისაც მაიმინობა და ხულიგნობა უყვარს, ისიც ძალიან მაგრად გაერთობა. პატარა მაიმუნები რო არიან, ხო იცი და აი რასაც ნახავენ, ყველაფერს უმეღებს უშლიან და ძალიან აქტიურები რო არიან და გადარბიან და გადმორბიან. აი ეგ როჟა არის იმენა. ბიჭო, რა მაგრად მისწორდება, ხან 2 ცილინდრია თან. ჯანი აქვს. მანევრირებადია, მოქნილია, გახდა გამოხდა წკაპ, წკუპ რაღაცა. სიბორულთაც ნორმალური არის. არც ძალიან მაღალია, არც ძალიან დაბალია. აუ, არ მეგონა, ესე თუ გავერთობოდი ამით. საყვარელი როჟა არის, ოღონდ სისაყვარლესთან ერთად ხასიათიც აქვს რა. პატარა ჩიხუახუები ვარიან, ხო დიდი გული როა. ეგეთი როჟა იმენა, შეხედე პატარა, წყნარი, მშვიდი უნდა იყოს და გამა ხოლა მე-4 სიჩქარეში გას მიცემ და ოპა. ზოგადად როცა რაიმე ტექნიკის განხილვაზე მიდგება ხოლმე საქმე, ყოველთვის ვცდილობ რომ იყოს ძალიან კრიტიკული და ვიპოვარებ, იცი რა, რაღაც დავიწუნებ რა, ხო და ავიცი, ჯერ არ ვიცი რა უნდა დავიწუნო, მართლა. დიდი არაფერი მანევრები არ მიკეთებია, თუმცა მშვენივრად გამომყვა სადაც უნდა გამომყოლოდა. აი დასაწყებად, რავი, ძალიან კაი რაღაც მგონია რა და დასაწყებად კი არა, ისედაც არიან ტიპები, ვისაც მოტოციკლეტი უნდათ მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებად რა. მაგალითად მე და კიდე ბევრი ჩემნაირი მარტო სატრანსპორტოდ არ იყენებს მოტოციკლეტს რა, უყვარს რაღაცა აი რო დადგები და ფოტოების გიფილება რო გინდება ხოლმე, მაგ სიტუაციაში ვართ ახლა. ვიღაც ტიპები უბრალოდ არიან, რომ უნდათ რომ აი სატრანსპორტო ტყავდეთ, მოტოციკლეტი იმოძრავონ მარტივად, ქუჩაში, საცობებში, ქალაქში გადაადგილდნენ. მაგათთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეკონომიურია, წვა ამის დაახლოებით 4 ლიტრია, მშვენიერი რამეა მაგისთვისაც. არა მარტო იმისთვის რომ დაიწყო და ესე ვთქვათ ბიგინერ ბაიკად გამოიყენო რა. თავისუფლად შეიძლება რომ უბრალოდ გადასაადგილებლად და სამოძრაოდ გამოიყენო ეს ტექნიკა, იმიტომ რომ ხა სიჩქარე არ გჭირდება თუ მაგისთვის იყენებ. პატარა კომპაქტურია, მსუბუქია, გაძვრები, გამოძვრები იმის ჯანი რომ ქალაქში გასიამოვნოს აქვს ნამდვილად რა უნდა მეთხოვო 457 კუბიანს სხვა არ მესმის. ჩემზე გამოცდილებით შეიძლება ვინმე მიყურებთ, შეიძლება გააქვთ თქვენი მოსაზრებაც, თქვენი აზრით დაწერეთ, ძალიან საინტერესო იქნება, რავი. ჩემთვის მაგალითად და ყოველთვის როცა რამეს ვიზახი, აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ ჩემ აზრს და ჩემ გადამოსახეთს ვაფიქსირებ, იმისთვის, რისთვისაც ვთქვი, მშვენიერი მოტოა რა. თან ანუ ტიპი არის ყველაფრით აღჭურვილი, აქამდე თუ დაბალკუბიანი მოტოციკლეტები ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად ბარაბანები იყვნენ, იმიტომ რომ არ ქონდათ ტრექშენი, არ ქონდათ
თუნდაც ეს რაიბაივაირი ამას ყველაფერი აქვს. შევძვერით, გავძვერით, გამოძვერით, გავძვერით. ბოდიში. ეგე? რა ვიცი, სისწრაფეზეც მეტი რა უნდა თქვა. აი როა საგერ გზაში ისე ჩაუვარეთ. შირი დაუბერავდა წესთქარიც. და დასაწუნი ვერ უპოვე, ნუ კი აპრილია, იტალია და რა თქმა უნდა რომ ისე არ გამოუშვებენ რამე მოდელს რომ არ იფიქრონ და არ დახვეწონ რაღაცეები და მამუკა გოდერძიშვილის დასაწუნი არ გახადო. ოპა. დავბრუნდით ტესტ-დრაივიდან. მოკლედ ერთი სიტყვით რომ თქვა, ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ რა. წინასწარ ეს რაღაც ინფორმაცია რაც მქონდა და რაც ვიცოდი, ჯერ ისედაც უკვე დადებითად ვიყავი განწყობილი, თუმცა როცა გავატარე, აი იქიდან დაემატა კიდე დადებითი ემოციები. თამამად ვიტყვი და არ მოვერიდები არაფერს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო beginner bike-ია. ასევე შეიძლება გამოიყენო, ნუ რა თქმა უნდა, თუ რაღაც კომპლექსები არ გაქვს და მაინდა-მაინც 1000 კუბიან მოტოციკლებზე არ უნდა იჯდე, იდეალური ტრანსპორტი არის იმისთვის, რომ ქალაქში მარტივად იმოძრაო და სხვათა შორის არა მარტო ქალაქში, ძალიან თავისუფლად შეგიძლია რაიდებში სხვა ბაიკერებთან ერთად გადაადგილდე. ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? და კარგი და გასახარი ამბავი, რომ აი ამ მოტოციკლებზე პიტ-სტოპში დაგხვდებათ 25%-იანი ფასდაკლება. ანუ ხვდებით იაზრებთ მეოთხედი ფასის აკლდება. ეს მოტოციკლეტი ალბათ რო ვნახოთ სადღაც როგორც საქართველოში 90%-ს ჩამოყავს ამერიკიდან დამტროული მოტოციკლეტი და აქ იწყებენ მის შეკეთებას, თითქმის იგივე ფასი გიჯდება, რომ გაიყვანო ცენტრიდან 0 გარბენით სულ ახალი მოტოციკლეტი. უბრალოდ ამაზე კარგი ვარიანტი მართლა თიძე ჩამოსათვლელიც არ ვიცი რა, ეს ერთი ვიცი. ამასთან ერთად ძალიან დიდი პლუსია ის, რომ პიტ-სტოპი არის აპრილიას ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. შესაბამისად, აქვს თავისი სერვისი. და სერვისის ბიჭებმა რამდენიმე თვის წინ გაიარეს ტრეინინგები აპრილიას ქარხანაში იტალიაში, სადაც მე მაქვს ინფორმაცია პირადად, რომ იდეალურად ჩაიარა ყველაფერმა და შეუქეს კიდეც ბიჭები, ასე რომ ამის იმედიც გექნებათ, იცი ზუსტად, რომ თუ შენ ეს მოტოციკლეტი ყავს ამ ბრენდის, შეგიძლია მოიყვანო აქ და სანდო ხელს მიაბარო შენი ტექნიკა და გამოიყვანო იქიდან საღი და სახსალამათი. ასევე გეტყვით, რომ ამ მოტოციკლეტებზე მოქმედებს 2 წლიანი გარანტია, ან იქამდე სანამ 20000 კილომეტრს გაატარებთ. თუ ფული გაქვს გადადებული ეძებ მოტოციკლეტს საყიდლად, გემოვნების ამბავია, თუ შენი მოთხოვნები ამ ყველაფერმა დააკმაყოფილა, რაც ვიდეოში ვთქვით, მგონი რომ იდეალური ვარიანტი არის შემოირბინო და გაირბინოთ მერე უკვე ერთად. გარდა ამ მოდელისა, ფასდაკლება ასევე ვრცელდება RS 457-ზე, ის უფრო სპორტული ტიპი არის. მასზეც 25%-იანი ფასდაკლება არის, ასევე 20%-იანი ფასდაკლება არის Piaggio-s მთლიან ლაინზე და აპრილია SR GT 200-ზეც. ასე რომ ეს ინფორმაცია რომ თქვენც არ გაგვეზიარებინა და არ გვეთქვა, რავი, მოტოსფერო არ უნდა გვერქვას რაღაცა მამუკა გოდერძიშვილის YouTube vlog ან რაღაცა ეგეთი უნდა ერქვას და რაღაც მოტოსფერო ქვია, რა თქმა უნდა რომ ესეთ მნიშვნელოვან რაღაცებს არ გამოგაპარებთ ხოლმე. ფასდაკლების შესახებ დამავიწყდა მე თქვა რომ აქცია მოქმედებს ოქტომბრის ბოლომდე. მე წავედი სხვა ტექნიკაც უნდა გადავიღო.